ის რაც პირველად ხდება, ყოველთვის ძალიან განსაკუთრებული ამბავია და სამუდამოდ რჩება. ადამიანის ცხოვრებაში ეს არის პირველი ღიმილი, პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა, პირველი დღე სკოლაში, პირველი სიყვარული და ასე შემდეგ. საავტომობილო სფეროშიც ასეა და ნებისმიერ სფეროში. ის რაც პირველია, თუ კი ის პოზიტიურია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პირველი შიგაწვის ძრავა, პირველი ბორბალი, პირველი გავლილი გზა ავტომობილის მიერ, მანჰაიმიდან ფორცაიმამდე, ბერტა ბენცის მიერ, პირველი უსაფრთხოების ღვედი და შეგვიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალოთ ყველაფერი ის, რაც პირველი იყო. აი ეს მანქანა, რომელსაც ჩემთან ერთად კაცში ხედავთ, ასევე პირველია და ფუძემდებელია იმ კლასის, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია და მოიცავს აბსოლუტურად ყველა სეგმენტს, ყველა ნიშას და აბსოლუტურად ყველა კლასს. სწორედ Toyota RAV4 დაიწყო ის, რამაც მერე მთელი საავტომობილო გემოვნება მოიცვა. SUV კლასი. Toyota RAV4 1994 წელს პირველი crossover SUV გახდა. მანამდეც გამოდიოდნენ ყველგანმავლები, მაგრამ ეს იყო პირველი SUV, პირველი crossover-ი, რომელმაც საფუძველი დაუდო საავტომობილო კლასს, რომელიც დღეს აბსოლუტურად მოსულია მთელ საავტომობილო სამყაროში. და თუ კარგად დავფიქრდებით, SUV კლასის პოპულარობას არც არაფერი ემუქრება, არავით არის საფრთხე. თუ ჩვენ არ გადავალთ, მაგალითად, ფრინავ ავტომობილებზე, სადაც უკვე SUV და მაღალი ავტომობილი, თუნდაც უკეთესი გამავლობით საჭირო აღარ იქნება, სანამ ავტომობილები ბორბლებით მიწას ეხებიან და დედამიწაზე დადიან, მანამდე SUV კლასის პოპულარობის თუნდაც მცირე რაოდენობით შემცირება თითქმის გამორიცხულია. ეს კი უკვე გახლავთ მე-6 თაობის RAV4, სრულიად ახალი მოდელი, რომელიც უკვე საქართველოშია. ამ 22 წლის მანძილზე გამოვიდა 5 თაობა RAV4. გაიყიდა 15 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც არის ძალიან დიდი რაოდენობა. და თქვენ ახლა ჩემთან ერთად ხედავთ მე-6 თაობის RAV4-ს. ახალ მოდელს, რომელიც უკვე საქართველოშია და რა თქმა უნდა, ჩვენის ძალიან ახლოს და კარგად უნდა გაგაცნოთ. აბა, წავედით. სანამ ახალ RAV4-ს თქვენ თვითონ ნახავთ Toyota Center თბილისში, Toyota Center თეგეტაში ან Toyota Center ბათუმში, ჯერ მე უნდა გესაუბროთ იმაზე, რაზეც ყველაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, როცა ახალი მოდელი გამოდის და მით უმეტეს, როცა ახალი Toyota გამოდის. ალბათ მიხვდით, რომ დიზაინზე უნდა გელაპარაკოთ. რატომ ვახსენე სიტყვა მით უმეტეს, როცა საქმე ეხება Toyota-ს? ზოგადად ყველამ ვიცით და ყველამ იცით, რომ Toyota არის გამძლე, Toyota არის ხარისხიანი, Toyota არ ფუჭდება. და როდესაც ტექნიკის გამძლეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, რაზე უნდა ილაპარაკონ, თუ არა დიზაინზე. ხშირად გიფიქრიათ და ალბათ თქვენ თვითონაც გითქვამთ, რომ Toyota ძალიან კარგია, მაგრამ დიზაინი მაინც და მაინც გამომწვევი არ აქვს. შესაძლოა მოსაწყენიც კი. ზოგადად დიზაინი არის ძალიან სუბიექტური თემა. გემოვნების ამბავია. და მეც არ მიყვარს დიზაინის ძალიან დეტალებში შეფასება, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი აზრი სხვებს თავს მოვახვიო. მაგრამ ამ შემთხვევაში, ვისაც ჩემი აზრი გაინტერესებთ, მაინც გეტყვით. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ წინა RAV4-ის დიზაინი ძალიან კარგი იყო. ჩემი აზრით, გაცილებით სჯობდა წინა თაობებს. პირადად მე მომწონდა პირველი RAV4, აი სულ პირველი ძირძველი RAV4, მეორე, მესამე და მეოთხე თაობა ისე რა. აი მეხუთე თაობა ძალიან მომეწონა. შესაბამისად, ახალი მოდელისთვის, მე-6 თაობისთვის, თამასამ კიდევ უფრო მაღლა აიწია. Toyota-ს დიზაინერების მიმართ გაცილებით მეტი მოთხოვნა და მოლოდინი გაჩნდა. მოდით ჯერ კარგად შეათვალიერეთ და მერე გადავიდეთ დეტალებზე.
უფრო აგრესიული იერი რომ მიიღო, ეგ არის ფაქტი. მაშუქების და ცხვირის აი ასეთი ვიზუალი ზოგადად Toyota-ს ახალი სახის პერიფრაზია რავოთხში. ყველა ახალი Toyota მეტნაკლებად აი ასე შემოგცქერის. უფრო მეტად რომ დაიკუთხა, ეგეც არის ფაქტი. მეტი კუთხე და მეტი კანტი პირადად მე რავოთხში აუცილებლად მომწონს. ახალი რავოთხი დაკუთხულია გვერდიდანაც. პროფილშიც საკმაოდ ბევრ კუთხეს და კანტს შეამჩნევთ. აი თუნდაც საბურავების თაღები კუთხე და ეს ხაზები, რასაც გვერდზე ალბათ კარგად ხედავთ. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი რავოთხის ზომები ფაქტობრივად არ შეცვლილა. სიგრძე, სიგანე, სიმაღლე არის იდენტური წინა რავოთხისა. გამოიყურება ჩემი აზრით გვერდიდან პროფილში უფრო კომპაქტურად, რეალურად. რო შეხედავ, უფრო კომპაქტური ჩანს და უფრო რაღაცნაირად მომდგარი და შემდგარი, ვიდრე იყო წინა რავოთხი და აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ წინა რავოთხის დიზაინი მე პირადად ძალიან მომწონდა. აქ უფრო მეტი დახვეწილობა შემოვიდა. აბა თქვენ რა სიტყვით? კარგად დააკვირდით პროფილში. მოდით ახლა შევხედოთ უკნიდან და შევათვალიეროთ. პირველი, რაც თვალში მხვდება, არის ის, რომ Toyota არ აყვა ტრენდს და არ გააერთიანა უკანა მაშუქების განათება ერთ ხაზში. სამაგიეროდ შესაძლოა სწორედ ამით ქმნის ახალ ტრენდს, რომელსაც მერე ბევრნი აყვებიან. თვალში მოსახვედრია ისიც, რომ ლოგო, Toyota-ს ლოგო, არის აი ამ ჩანართის ფერში და არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი. სამაგიეროდ ძალიან მკაფიოდ და დიდად არის გამოკვეთილი მოდელის სახელწოდება RAV4. უკანა მაშუქების დიზაინი, აი ასეთი ვერტიკალური LED ელემენტები. ძალიან ლამაზია ჩემი აზრით. თქვენ რას ფიქრობთ? ეგეც საინტერესოა, დაგვიწერეთ კომენტარებში. საბარგულის ახდას ამ შემთხვევაში აღარ ვაპირებ, ელექტრონულია რა თქმა უნდა, არ ვაპირებ იმიტომ, რომ რეალურად საბარგულის მოცულობა არის იგივე, 580 ლიტრი. ახლა გადავინოსლოთ ინტერიერში და იქ დავიწყოთ მიმოხილვა, შემდეგ კი დავიძრათ და წავიდეთ. პირველი რაც თვალში მხვდება არის ის, რომ რეალურად დიზაინი ინტერიერშიც გრძელდება ესეთი მკაფიო, დაკუთხული, კანტოვანი და აი ეს ორი საჰაერო, აი ეს მარცხენა და მარჯვენა, რომლებიც ზუსტად ფარების წინა მთავარი მაშუქების გასწვრივაა ფაქტობრივად ინტერიერში, დიზაინით ძალიან ჰგავს მთავარ მაშუქებს. ანუ ის დიზაინი გამეორებული აქაც. ანუ მანქანა შიგნიდანაც გვიყურებს ისე, როგორც წინიდან შეხედავს ადამიანს. თავარი ეკრანი და ეს წინა საჭის მიღმა მდებარე ეკრანი უცნაურად აღარზის ამ დიზაინში. სხვა შემთხვევაში, როდესაც სალონშიც უფრო მომრგვალებული დიზაინია ხოლმე, ასეთი 4 კუთხედი ეკრანები ცოტა უჩვეულოდაა ხოლმე ჩამჯდარი. ამ შემთხვევაში უკვე დიზაინში ჯდება. პრაქტიკულობა, რაც მე ყველაზე მეტად მომეწონა. ძალიან ბევრი სათავსო და ძალიან ბევრი ახალი და ახლებური გადაწყვეტილებები. მაგალითად, სათავსოები აქვს ტელეფონისთვის, ორი ტელეფონისთვის, აი აქაც დიდი სათავსო, ცხადია ჭიქის ჩასადებები, აქაც ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკის, ანუ სახელთათმანის ზემოთ სათავსო. სათავსო აქაც და სხვათა შორის ორივე მხარეს იღება, ეს Toyota-ს მიგნებაა. ხმა ცოტა ისეთი აქვს, მაგრამ ზედაპირი არის ძალიან ხარისხიანი. აქაც სათავსო საკმაოდ დიდი. სათავსოა აი ესეც ნახეთ, დამხილაზე შედის, ეს არის რეალურად ხელის მოსაკიდებელი და კარის დასახური. მაგრამ რეალურად აი შეგიძლიათ მოთავსოთ კიდე რაღაცები, არ ვიცი. ესეც სათავსოა. ბევრი პრაქტიკული გადაწყვეტილებაა მიღებული. ეს სათვალის ჩასადები და ეს მე ძალიან მომწონს. Type-C დამტენი 1, Type-C დამტენი 2, აქაც უნდა იყოს, კი ბატონო, აქაც Type-C დამტენი მე-3. GR კომპლექტაციაში არის ასევე უსადენო დასამუხტი ტელეფონის. მოკლედ არაფერი არ დაგიჯდებათ და ყველა ელემენტი იქნება დამუხტული, ყველაფრის, ყველა გაჯეტის.
და არც გზავრებს მოუწევთ იმაზე წუწუნი რომ ეხლა მე შემაერთებინე. მოკლედ ყველასთვის არის წინა ნაწილშიც და უკანაც არის ასევე ორი Type-C და ასამუხტი პორტი. ყველაფრის ჩასადები კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, ყველანაირი გაჯეტის, იმიტომ რომ ეს დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო ტელეფონი, არამედ სხვა არც ლეპტოპიც, აქ შეგიძლიათ მოათავსოთ, ნახევრად უკვე პატარა ლეპტოპი მაგალითად, ან ნებისმიერი iPad-ი ან ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერს მარტივად ჩადებთ, ყველაფერს მარტივად დამოხტავთ. ფიზიკური, ჰაპტიკური ღილაკები, მთავარი ფუნქციების. აქაც შენარჩუნებული. აი კლიმატ კონტროლის ღილაკები, იმიტომ რომ როდესაც ბევრ ახალ მანქანაში ეს ღილაკები აღარ არის და მე ეს არაზროს არ მომწონს, იმიტომ რომ როდესაც გზაში ხარ, მიდიხარ, მანქანაც ირყევა და ასე შემდეგ, აი აქედან რომ უნდა მოგიხდეს მე კლიმატის აწევა, რა ვიცი, გათბობის კონდიციონერის, არ არის ეს კომფორტული და არც უსაფრთხო არ არის, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ამიტომ ეს ღილაკები ძალიან მიხარია. ბარემ აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ რეალურად უსაფრთხოება ამ ავტომობილში არის აყვანილი კიდევ უფრო მაღალ დონეზე. ეს Toyota სისტემები, ყველაფერი რა თქმა უნდა აქვს, ეხლა ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, თქვენც კარგად მიხვდებით, რაზეა საუბარი და ღილაკებზე რომ გავაგრძელო საუბარი, ძალიან კარგი და საინტერესო გადაწყვეტილებაა აი ესე მარტივად გამოიტანო, აი აქ ეს ორი ჯერ დიზაინერულად, ვიზუალურად ხო ეფექტურია და პლუს ამას აქ არის მართვის რეჟიმები, drive mode-ი ეგრეთ წოდებული, არის რამდენიმე ნორმალი, ეკო, სპორტი და custom-ი, ეგრეთ წოდებული custom-ი, რომელსაც შენ თვითონ არეგულირებ იქ რა და როგორ გინდა. აი ესე მარტივად აქ აწვევით, ამ ღილაკს აჭერთ, მიდიხართ, არაფერი არ გეშლებათ, არც ხელი, არც კონცენტრაცია და თვითონ გადადის აი უმარტივესად გადართავთ ნებისმიერ სხვა რეჟიმზე, დავტოვებ ამ შემთხვევაში ეკოში. აი აქ ქვემოთ არის ელექტროსulis რეჟიმი, ანუ ეს არის ჰიბრიდი მოგეხსენებათ და აქვს გარკვეული ელექტრო რეჟიმიც. რაღაც მანძილი შეიძლება გაიაროს ელექტროსulit, მცირე მანძილი, ეს არ არის პლაგინ ჰიბრიდი. ამ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი ჰიბრიდი, ოღონდ თუ ელემენტი დამოხტულია კარგად და უმეტესად დამოხტულია ხოლმე, ქალაქში გარკვეული მანძილი შეგიძლიათ გაიაროს ელექტროსulit. ესეც ნაცნობი თემაა Toyota-სთვის, ახალს არაფერს არ ვამბობ. და მეორე განყოფილება ზუსტად ესეთივე, მარჯვენა მხარეს უკვე ეგრეთ წოდებული off-road რეჟიმები თოვლისთვის, ცუდი გზებისთვის და ნორმალი. სამია, სულ უმარტივესად თოვლში გადახვედით, snow-ს აჭერთ, გადავიდა თოვლის რეჟიმში. ცუდ გზებზე გადახვედით, რაღაც არ ვიცი, კლდე, რაღაცა ისეთი მშრალი, ოღონდ არათოვლიანი, trails დააჭერთ და გადავიდა trail რეჟიმში. თუ არა და გადაიყვანთ ისევ მე ნორმალში. უმარტივესად ყველაფერი დაღმართზე, ჩასვლის ასისტენტი, გათიშვა მოცურების საწინააღმდეგო სისტემის, ყველაფერი ხელმისაწვდომი და მარტივი. აი ეს პატარა ბერკეტი, ძალიან პატარა ბერკეტი, მე საერთოდ მიყვარს ხოლმე დიდი ბერკეტები, მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ ერგონომიკისთვის და რეალურად დიზაინისთვისაც, აი ესეთი პატარა ბერკეტი აბსოლუტურად კარგია და მისაღებია. ესეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებაც შეგიძლიათ ჭიქის ჩასადებების შუა ეს განყოფილება ამოიღოთ და კიდევ რაღაცა მოათავსოთ უფრო დიდი ამაში. სავარძლები. ძალიან კომფორტული სავარძლებია. პირდაპირ ვიტყვი ამას. ჯერ ერთი მოვირგე ძალიან კარგად და მე მგონია რომ რაც არ უნდა მაღალი ან მძიმე წონოსანი იყოთ, მაინც კარგად მოირგებთ და მაინც თავისუფლად იგრძნობთ თავს. ხილვადობა კარგი, სინათლე ბევრი, ყველა მხრიდან ეს ცოტა მაღალია და ეს კარგია უსაფრთხოების შეგრძნებას მატებს. ხო, რა მინდოდა მე თქვა, მზე ურტყავს ეკრანს, წეღან უფრო მაგრად ურტყამდა, ორივე ამ ეკრანსაც ურტყამდა და საერთოდ არ შეამცირა ხილვადობა ეკრანზე. ანუ მაინც კარგად ხედავ ყველაფერს, რაც არ უნდა მზის სხივებმა დაარტყას ეკრანს გვერდებიდან რა. ეს არის ძალიან კარგი. ხო და სავარძლებს რომ დაუბრუნდე, შეიძლება იყოს სამნაირი, შეიძლება იყოს ქსოვილის, შეიძლება იყოს ხელოვნური ტყავის ან ნაღდი ტყავის და სამივე შემთხვევაში არის ძალიან კომფორტული. მე თუ მკითხავთ, გააჩნია რა გირჩევნეთ ხა ვიღაცას მაგალითად ტყავის სავარძელი შეიძლება სულაც არ უნდოდეს და ერჩინოს ქსოვილის და არის შუალედური ხელოვნური ტყავიც გააჩნია კომპლექტაციას. მე დაბლა მიყვარს ჯდომა და დაბლა მიყვარს საჭეც, ოღონდ არა ყველაზე ქვემოთ, გააჩნია მაინც მანქანას და მის ჯდომის პოზიციას, მაგრამ მაქსიმალურად დაბლა ვწევ ხოლმე მაინც და როდესაც ახალ მანქანებში ამას ვაკეთებ, ხშირად იკარგება ხოლმე და ვეღარ ვხედავ მე აი ამ ეკრანზე გარკვეულ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში როგორც კი საჭე დავაყენე ჩემს გემოზე და მე არც ძალიან მაღალი ვარ და არც ძალიან დაბალი, 1.84 სანტიმეტრი ვარ, მაინც დარჩა ყველა ინფორმაცია და ეს გამიხარდა. დიაპაზონი მინდოდა მეჩვენებინა, აი ეს არის მისი მოძრაობის დიაპაზონი, საკმაოდ დიდი, განსაკუთრებით სიღრმეში და მოდი დავაბრუნებ ისევ ჩემს გემოზე. საჭე მულტიფუნქციური, შეცვლილი დიზაინით, ესეთი გამოკვეთილი, მკვეთრი ფორმებით, აქაც დაკუთხული დიზაინი. მოკლედ, ბევრი ეცადეს და
ისე შეასრულეს ინტერიერი, რომ რაღაც ახალი გამოუვიდეთ და ეს კარგია. სანამ დავიძრები, ჯერ მოდი ვთქვათ, რა ძრავით არის ხელმისაწვდომი საქართველოში ოფიციალურ ცენტრებში ახალი Toyota RAV4. მოკლედ ეს არის ჰიბრიდული ვერსია 2 და 5 ძრავით. წინა ამძრავიანს აქვს 183 ცხენის ძალა, სრულ ამძრავიანს 192 ცხენის ძალა. წინა ამძრავიანს უწერია აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 8 წამში, სრულ ამძრავიანს 7.7 წამში, რაც ძალიან კაი შედეგია 2 ტონიანი SUV-ისთვის. განსაკუთრებით სრულ ამძრავიანი, პრინციპში არც წინა ამძრავიანი არ არის ნელი, ვერ ვიტყვით 8 წამი, ისეთი დროა. არც ძალიან ცოტა, არც ძალიან ბევრია. დავიძრათ ახლა მაშინ და პირველი რაც ყველას გაინტერესებთ ალბათ ხმის იზოლაცია არის. Toyota-ს ადრე ხშირად აკრიტიკებდნენ ამის გამო. წინა RAV4-ში გაუმჯობესებული იყო, ახალ RAV4-ში ახლა მე ვნახავ ამ ყველაფერს, ხო, მინა ორმაგი არ არის. მაგრამ რაც ვიარე აქამდე, შეგრძნება მაქვს რომ უკეთესია ხმის იზოლაცია. ოღონდ ეს რომ არ დარჩეს ჩემს სიტყვებად და შეგრძნებად, მოდი გავზომოთ, პირდაპირ გავზომოთ ხმის იზოლაცია 60-ზე, 80-ზე და ვთქვათ 100-ზე ან 100-ზე. არა, 80, 100, 120 ესე იყოს. ჩემი სამზომი აპარატი, მე გავჩუმდები მაგ დროს, ახლა მოდი ავაჩქარებ 80 კმ/სთ ჩქარემდე. სამოცდა 2.7 გამოვიდა 80-ზე. აბა ვნახოთ 100-ზე. სამოცდა 5.3 დეციბელი. 65, რაც მე მგონია რომ ძალიან კაი შედეგია. აბა ვნახოთ ახლა 120-ზე. 69.9 დეციბელი. 120 კმ/სთ ჩქარეზე. ეს არის ძალიან კაი მაჩვენებელი, მე ვფიქრობ. თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ და უბრალოდ ნახოთ, რას ნიშნავს, თქვათ 120-ზე 70 გამოვიდა თითქმის დეციბელი. ახლა ვისაუბროთ იმაზე, როგორ დადის ახალი RAV4 და მე უკვე იმაზე თუ რამდენს წვავს, რაც ალბათ ყველას აინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის 2 ტონიანი მანქანა, არის SUV, საკმაოდ დიდი და წვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული Toyota, ვიცით რომ ბევრს არ წვავს, მაგრამ მაინც. როგორ დადის? ეხა ეკო რეჟიმში ვარ ჯერ, სანამ სპორტში გადავრთავ. არ ვიცი ეხლა ეს ხმის იზოლაციის გაუმჯობესების გამო თუ მართლა ასეა, ალბათ რომ დამჭირდება რომ უფრო კონკრეტული პასუხი გავცე. ძალიან დაბალანსებული არის სავალი ნაწილი. წინა RAV4-იც კარგი იყო, მაგრამ აქ მაქვს მეტი, როგორ გითხრათ, მეტი სიმსუბუქის შეგრძნება. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ იდენტური ზომა აქვს, რაც ჰქონდა წინა RAV4-ს, მეტი სივრცე იგრძნობა მანქანაში და შიგნიდან უფრო ესეთი დიდი შთაბეჭდილებას ტოვებს. ხილვადობაა უკეთესი, როგორც უკვე აღვნიშნეთ წეღანაც, მეტი სივრცე, მეტი სინათლე და დაბალანსებული სავალი ნაწილი. კიდევ უფრო უკეთესად, აი ძალიან კომფორტულია. პირდაპირ ვამბობ ამას, წინა RAV4-ზე მეტად კომფორტული მეჩვენება. მოდი გადავიყვანოთ სპორტში. რა თქმა უნდა, მუხტი მიეცა ეგრევე. სპორტი და RAV4 არ არის ახლა მთლად ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული თემები, იმიტომ რომ სპორტკარი ეს ვერ იქნება. უბრალოდ სპორტის რეჟიმმა უნდა მოგვცეს მეტი მუხტი, რასაც გვაძლევს და უკეთესი მოხვევა. ხო? და უფრო კარგად უნდა გავიდეთ გასწრებებზე, ხა ამით რალიში არავინ არ გამოვა. მე მგონი ვიცვლი აზრს. უკეთესი მოხვევა აქვს, ვიდრე წინა RAV4-ს. ბევრად თან, აი უფრო მეტად მზნობიარეა. კიდევ ერთხელ გადავიტან მე ეკოშიც, მაგრამ სპორტში ნამდვილად გაცილებით უკეთესი მოხვევა არის. სავალი ნაწილი ძალიან დახვეწეს. აშკარად ძალიან დახვეწეს, ხმის იზოლაცია გაუმჯობესეს და მოხვევაც არის უკეთესი. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, 2 და 5 ჰიბრიდი.
ქარხნულად უწერია წინამძრავიან საშუალო საწვავის ხარჯი 4 და 7 ლიტრი 100 კილომეტრზე, 4.7 და სრულამძრავიანს უწერია 5.6 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს არის ოფიციალური დაპირება. ეგ მიღწევადია რეალობაშიც ოღონდ ეკონომიური სვლით. ეკო რეჟიმით და ეკონომიური სვლით. ჩვენ ვიარეთ ქალაქშიც, ქალაქგარეთაც, ვიარეთ სპორტითაც, საკმაოდ აგრესიულად, პირდაპირ ვიტყვი. ოღონდ არა უდმივად აგრესიულად, არამედ გარკვეულ მონაკვეთებში და ამ წუთისთვის საწვავის საშუალო ხარჯი არის 6.7 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს არის 2 და 5 ჰიბრიდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ რეალურად ამ ავტომობილის საწვავის ხარჯი გააჩნია მძღოლს, გარემოს, ამინდს, მართვის სტილს იქნება 5-დან 7 litrამდე. ძალიან ძნელი იქნება, რომ თუ რაღაც ძალიან ჰიპერაგრესიულად არ მართე, დააწვევინო ამას 7-ზე. 7 ნახევარზე მეტი. ეს არის უკვე გამორიცხული მგონია ჩემი დღევანდელი ტესტ-დრაივის შედეგებიდან გამომდინარე. 6 და 7 უწერია, 7 იქნება მაქსიმუმი. 5-დან 7 მაქსიმუმ 7 ნახევრამდე გააჩნია როგორ ივლით. აი ეს არის 2 და 5 ძრავის მქონე ახალი RAV4-ის ჰიბრიდული ვერსიის საწვავის ხარჯი. სანამ თავარ დასკვნაზე და ბოლო სიტყვაზე გადავალ, მინდა მოკლედ შევაფასო და შევაჯამო ამ ავტომობილისა ზოგადად Toyota-ს ფენომენი კიდევ ერთხელ. მოახერხა Toyota-მ და ყოველთვის ახერხებს და ყოველთვის რაღაც ისეთ სიახლეებს გვთავაზობს, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, ბოლო ალბათ 1-5-6 წელია განსაკუთრებით, რომ ახალ საფეხურზე აყავს ახალი მოდელები. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სწორედ RAV4-ში. მე ძალიან მომწონდა წინა იმის წინათაობებიდან განსხვავებით, მაგრამ ეს არის კიდევ უფრო ახალი სიტყვა. და მე დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით დიზაინის კუთხით, ამ სალონში მიღებული გადაწყვეტილებების კუთხით, ძალიან ბევრი გადააკოპირებს რაღაცებს ამ ავტომობილიდან მისი დიზაინის, ინტერიერის, აი პრაქტიკული გადაწყვეტილებების, ერგონომიკის დეტალების თვალსაზრისით. ბევრი და ალბათ მივხვდით, რომ პირველ რიგში ჩინელებს გულისხმობ. წაიღებენ ამ იდეებს და გადაიტანენ თავიანთ ავტომობილებში სულ მალე. ბევრი მიბაძავს, ისე როგორც ბაძავდნენ ხოლმე აქამდეც. ეს ეკო რეჟიმში გავასწარი, ესე სწრაფად კი? ეკო რეჟიმშიც საკმაოდ სწრაფია ჰიბრიდული ვერსია და სპორტის რეჟიმში მით უმეტეს. ახალმა Toyota RAV4-მა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოდით მარტივად ჩამოვთვლი მის პლუსებს გარდა იმისა, რომ ეს არის Toyota-ს ხარისხი და ასე შემდეგ. აქვს საკმაოდ ეფექტური დიზაინი. მანქანა მართლაც იქცევს ყურადღებას. აქვს ძალიან კარგი სავალი ნაწილი. აქვს შესანიშნავი ერგონომიკა სალონში. მე ვიტყოდი გასაოცარიც კი. გამოირჩევა ეკონომიურობით, განსაკუთრებით მისი ჰიბრიდული ვერსია. და რა თქმა უნდა, ასევე აღსანიშნავია მისი გარანტია. ქარხნული გარანტია შეგიძლიათ გააგრძელოთ 10 წლამდე და მიიღებთ 10 წლიან გარანტიას, თუ კი გეგმიურ სერვისს ჩაუტარებთ მის ოფიციალურ ცენტრებში საქართველოში. რაც შეეხება მინუსებს, მართლა ძალიან მინდა რომ მინუსი ვუპოვო. ოღონდ სერიოზული და არა თითიდან გამოწვეული ან სუბიექტური. მაგალითად, თითიდან გამოწვეული იქნებოდა რომ მე თქვა რომ სალონში კარის შიდა მხარეს ფანჯრის ამწევი ღილაკები აქვს ცოტა უჩვეულოდ და გამოწეულ ადგილზე და ჯობდა რომ ეგ სივრცე დაეტოვებინათ ფეხისთვის, მარცხენა ფეხი რომ უფრო კომფორტულად მოგეთავსებინათ. ეს იქნებოდა თითიდან გამოწვეული მინუსი. სუბიექტური იქნებოდა რომ მაგალითად მინუსად აღმენიშნა ის რომ სალონში ველოდებოდი უფრო მდიდრულ და უფრო მაგარი ხარისხის მასალებს. მე ვფიქრობ რომ ამ კლასში
ამ ფასში და მით უმეტეს მანქანაში, რომელსაც მოყვება Toyota-ს იმიჯი, ხარისხი, ასეთი მოთხოვნა ზედმეტად სუბიექტურია. ობიექტურად რომ გითხრათ, მე ამ მანქანას სერიოზული მინუსი ვერ ვუპოვე. დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ უნდა ნახოთ. Toyota ცენტრ თბილისში, Toyota ცენტრ თეგეტაში ან Toyota ცენტრ ბათუმში. და ბარემ აქვე კიდევ ერთხელ მისი ფასი. წინა ამძრავიანის ფასი ოფიციალურად საქართველოში იწყება $34900 ეკვივალენტიდან ლარში, ხოლო სრულამძრავიანი საწყისი ფასი გახლავთ $37100 ეკვივალენტი ლარში. დროებით